დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. წელს მუნიციპალიტეტის მთავრობის ხდომა ბოლოჯერ იმართება და მინდა ზოგადად შევაფასო 2020 წელი, რომელიც უდიდესი გამოწვევებით სავსე იყო და შეიძლება ითქვას, რომ დიდი ბრძოლის წელი მიიწურა. წელს მთელ მსოფლიოს და ასევე ჩვენს ქვეყანას ჰქონდა სერიოზული გამოწვევები მხედველობაში მაქვს არსებული პანდემია, კორონავირუსთან ბრძოლა, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა და გრძელდება. ძალიან რთულია, როდესაც პრაქტიკულად ომის პირობებში გიწევს დაგეგმილის განხორციელება, ან კიდევ უფრო უარესი, როცა ეს გეგმა იცვლება. თქვენ იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის 2020 წელი, პროექტების თვალსაზრისით, პროექტები მაქვს მხედველობაში, რომელიც წლის დასაწყისში გავაჟღერეთ, რომელიც უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ არსებული პანდემიის გამო მოგვიწია პრიორიტეტების გადანაწილება, ბევრი პროექტის შეჩერება, თუმცა ამ პროექტებიდან უკვე 2021 წლის ბიუჯეტში არის ასახული ბევრი მათგანი, რომლის განხორციელებაც მოხდება. თქვენ იცით, რომ 2021 წლის ბიუჯეტი 1,100,000,000-ზე მეტი იქნება, რაც რა თქმა უნდა გვაძლევს იმის საშუალებას და შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქალაქისთვის ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი იქნეს განხორციელებული. მე მინდა ძალიან მოკლედ შევაჯამოთ დედაქალაქის მერიის საქმიანობა 2020 წელს, რაც გაკეთდა. დავიწყებდი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პროექტით, რომელიც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პროექტი ფაქტიურად დამთავრებულია, მომავალი წლის დასაწყისში მთლიანად საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსები გვექნება განახლებული, მხოლოდ და მხოლოდ ახალი ავტობუსები იმოძრავებს დედაქალაქში, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე დავიწყეთ პარალელურად მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა. თქვენ იცით, რომ პირველ ეტაპზე 300 ერთეული ავტობუსი უკვე იქნა შეძენილი. ასევე აქ უნდა აღვნიშნო ის, რომ კომპანია, რომელიც ოპერირებას უწევს მიკროავტობუსებს, მომავალ წელს გამოისყიდის ამ 300 ერთეულ ავტობუსს და ჩვენ გვექნება დამატებითი შესაძლებლობა იმისა, რომ კიდევ ახალი მიკროავტობუსები შევიძინოთ და ეს ჩანაცვლების პროგრამა გავაგრძელოთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ასევე შევეხო მეტროს რეაბილიტაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული, მთლიანად იქნა შეცვლილი ძალოვანი კაბელი, რომელზეც თითი არავის არ დაუკარებია, რაც კი მეტრო არსებობს და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა არსებულ მდგომარეობაში მისი დატოვება და 450 კილომეტრზე მეტი ძალოვანი კაბელები მთლიანად იქნა ჩანაცვლებული. გარდა ამისა, გამნიავებელი სისტემები, აგრეგატები მთლიანად განახლებული და ახალი მოდელები იქნა დამონტაჟებული. დავიწყეთ ასევე მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია, რომელიც ამ სამუშაოებს ექვემდებარებოდა, 15 შემადგენლობა მთლიანად იქნა განახლებული. გამოცხადებული გვაქვს შესყიდვა ახალ ვაგონებზე და მარტში უკვე გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია თუ ვინ არის. ასევე რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ხაზი უნდა გაუსვათ იმას, რომ დავიწყეთ ერთიანი გადახდის სისტემის დაგეგმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საათნახევრის განმავლობაში ერთი გადახდით იმგზავრეს მგზავრი, როგორც მიკროავტობუსში, მეტროში, ასევე ავტობუსში, რაც ვფიქრობ ძალიან მოსახერხებელია და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტის განხორციელება. ამაზე უკვე მუშაობა დაწყებულია და ვფიქრობ მომავალი წლიდან შესაძლებელი იქნება მისი განხორციელება. მინდა ასევე შევეხო დაკანონებების თემებს, ესეც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროგრამა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ. ამ პროგრამის ფარგლებში 1300-ზე მეტ ოჯახს ერთლარად საცხოვრებელი ფართების გადაცემა მოხერხდა. ეს არის ოჯახები, რომელიც ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ კონკრეტულ საცხოვრებელ ფართებში და გარკვეული პრობლემების გამო ვერ ახერხებდნენ მათ დაკანონებას. ასევე 1572 ერთეულისთვის მოხერხდა მიწის ლეგალიზება და რა თქმა უნდა ჩვენ ამ პროგრამებს მომავალშიც გავაგრძელებთ, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ ვიღაცამ სახელმწიფო მიწა მიიტაცოს და ჩვენ ზეგ
დაუკანონოთ. ეს მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ რა თქმა უნდა ამას არ დაუშვებთ. პანდემიის პირობებში ჩვენ მთელი რიგი ღონისძიებები განვახორციელებთ იმისთვის, რომ ხელი შეგვეწყო მცირე და საშუალო ბიზნესისთვის 3000-მდე მეწარმე მისარგებლა იმ პროგრამებით და იმ შეღავათებით, რომელიც მუნიციპალიტეტის მხრიდან იქნა გაჟღერებული. 2020 წელი ასევე მნიშვნელოვანი იყო ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით. 1,113,193 კვადრატული მეტრის გზის საფარი იქნა გაკეთებული, 873 ქუჩა, გამზირი, აღმართი და ხიდი იქნა მოწესრიგებული. დაირგო 47,384 მწვანე ნარგავი, თქვენ იცით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგებას, ეს არის ახალი პარკების მშენებლობა, არსებულის რეაბილიტაცია, განახლება, სკვერების მოწესრიგება, გზაგამყოფების გამწვანება, ბევრი მნიშვნელოვანი და კარგი პროექტი იქნა განხორციელებული ამ მიმართულებით, ასევე ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის პროექტი 39 მილიონი იქნა დახარჯული, 13 მილიონი ლარი იქნა მიმართული ავარიული შენობა ნაგებობების გასამაგრებლად. სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ ყველა რაიონში გვაქვს ასეთი შენობა ნაგებობა, რომელიც არის მძიმე მდგომარეობაში და ჭირდება გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება. მერის მხარდაჭერით განხორციელდა 60 სპორტის, 235 კულტურული შემეცნებითი და 50 ღონისძიება ახალგაზრდობისა და განათლების მიმართულებით. დაიწყო ასევე მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა, რაც ასევე ჩვენი დაპირება იყო. ეს არის სივრცეები, სადაც ერთად თავმოყრილია სხვადასხვა სპორტის სახეობისთვის შესაძლებელი ვარჯიშის წარმართვა. ეს არის საჭიდაო დარბაზები, საკალათბურთო, საფეხბურთო მოედნები, საცურაო აუზი, სატრენაჟერო დარბაზები, მედიათეკა, ანუ ყველაფერი არის ერთ სივრცეში, სადაც ადამიანს ექნება შესაძლებლობა შესვლის, ვარჯიშის, განმუხტვის და ასე შემდეგ. სოციალურ დაუცველ ახალგაზრდებს დაუფინანსდა სწავლა 700 ახალგაზრდას, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე წამახალისებელი სტიპენდია დაინიშნა 300 მეტ სტუდენტს, ეს არის წარჩინებული სტუდენტები და მინდა მათ წარმატება უსურვო. დარწმუნებული ვარ, ამ ახალგაზრდების განათლება, წარმატება არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ შემდეგ მათი წარმატება, განათლება უკვე გამოვიყენოთ ქვეყნის საკეთილდღეოდ. ასევე თქვენ იცით, რომ ჩვენ გვქონდა სამშენებლო კომპანიის მიერ დაზარალებული ძალიან ბევრი ოჯახი, ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს. იცით, სამშენებლო კომპანია სვეტის მიერ დაზარალებულების პრობლემა მოგვარებულია, ასევე ოლიმპიური ვარსკვლავი მიმდინარეობს მუშაობა Centpoint-ით დაზარალებულებთან დაკავშირებით და ძალიან მალე უკვე ესეც დასრულებული იქნება და მომავალ წელს შეგვეძლება უკვე მიულოცოთ ამ ოჯახებს. ძალიან ბევრი პროექტი იქნა განხორციელებული, მე ხა გამიჭირდება ამ ყველაფრის ჩამოთვლა, გამგეობები ცალკე კიდე პროექტებს ახორციელებდნენ ყველა მიმართულებით, როგორც ეკოლოგიური თვალსაზრისით, ინფრასტრუქტურული მიმართულებით, სოციალური დახმარებები, სხვადასხვა პროექტების სახით, პროგრამების სახით, გამიჭირდება ამ ყველაფრის ჩამოთვლა. მე მინდა მხოლოდ ის თქვა, რომ ამ საქმეების უკან დგანან ადამიანები, ჩვეულებრივი ადამიანები, ჩემი გუნდი, ჩემი თანამშრომლები, რომლებიც მართლაც 24 საათის რეჟიმში ატარებენ თბილისის და მისი მოსახლეობის სამსახურში. მე მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო თითოეულ მათგანს. ეს არ არის უბრალოდ მადლობა ან უბრალოდ მადლიერების გამოხატვა. ის რომ დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა არის კეთილგანწყობილად დამოკიდებული მუნიციპალიტეტის მიმართ, ეს რა თქმა უნდა არის ამ მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომლის დამსახურება. და რა თქმა უნდა ამ ყველაფრის უკან დგას კონკრეტული საქმეები, კონკრეტული გაკეთებული სამუშაო. ამ სიტყვების უკან დგას ადამიანები, რომლებიც დილის 5 საათზე იღვიძებენ და 6 საათზე გამოდიან სამუშაოდ იმისთვის, რომ ქალაქი დასუფთავებული იყოს, ქალაქი მოწესრიგებული იყოს. ამ სიტყვების უკან დგას ადამიანები, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში თბილისის მოსახლეობას ემსახურება იმით, რომ ადამიანებმა შეძლონ გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე. ეს არის ჩვენი ავტობუსების მძღოლები, ეს არის მეტროს მემანქანეები, მეტროს თითოეული თანამშრომელი, ჩვენი სატრანსპორტო კომპანიის თითოეული თანამშრომელი. ეს არის ადამიანები, რომლებიც იცავენ კანონს, რომლებიც იცავენ როგორც ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქის უფლებებს,
ასევე სახელმწიფოს ქონებას, ჩვენი მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები. ხშირად ამისთვის ისინი ილანძღებიან, რომ ისინი კანონს იცავენ, მაგრამ არავინ არ ფიქრობს იმაზე, რომ ხვალ შენ კონკრეტულ ადამიანს შეიძლება მოვიდეს ანალოგიური პრობლემა, თქვენ საკუთარ მიწაზე ვიღაცამ რაღაცა განათავსოს, ააშენოს და შემდეგ ისევ ამათმა უნდა დაგიცვან და კანონმა უნდა დაგიცვათ. რა თქმა უნდა, ამ სიტყვების უკან დგას არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლები, ურბანული სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ზრუნავენ იმაზე, რომ მოხდეს ქალაქის სწორად განვითარება. მუნიციპალიტეტის მერიის დაცვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც სიცივეში, ყინვაში დგანან, იცავენ სახელმწიფო ობიექტებს, სკვერებს, პარკებს, რომ არ მოხდეს მათი დაზიანება. მე გამიჭირდება ხა კიდევ ჩამოვთვალო ყველა ის სამსახური არ მინდა ვინმე გამორჩეს, ყველას მინდა უღრმესი მადლობა გადაუხატო და გამოხატო მადლიერება. მადლიერება გამოიხატება შეიძლება სიტყვით გადაუხატო მადლობა ადამიანებს, შეიძლება იმ საქმიანობისთვის, რასაც ისინი ახორციელებენ, გადასცე ფულადი ჯილდო, რაც რა თქმა უნდა აუცილებელი იყო ამის გაკეთება, თუმცა მე მგონი ყველა ვიცით თუ რა ვითარებაში ვიმყოფებით, რა მდგომარეობაში ვარ და ეხლა არ დავიწყებ ამ მიმართულებით ახსნა განმარტებების გაკეთებას. თუმცა მე კიდევ ერთხელ მინდა ჩემს თანამშრომლებს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო იმ შრომისთვის, იმ საქმიანობისთვის, რასაც ისინი 24 საათიან რეჟიმში აკეთებენ. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, და ჩვენი თანამშრომლებისთვის არ ყოფილა პანდემია, იმიტომ რომ მაქსიმალურად ამ რთულ ვითარებაშიც ჩვენ ვასრულებდით ჩვენ მოვალეობას, ჩვენ უფლებამოსილებას, გარდა ამისა, დამატებით ვემსახურებოდით ჩვენს მოქალაქეებს, იყო ხელშეწყობა იმ თვალსაზრისით, რომ პროდუქტების დარიგება, თქვენ იცით, რომ ეს მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ დავეხმაროთ იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, ვისაც გაუჭირდა, ვისაც დღეს ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენი თანადგომა ამ პანდემიის ამ რთულ ვითარებაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები სამსახურის შემდეგ ყველაფერს ვაკეთებდით და ვაკეთებთ და გავაკეთებთ მომავალში იმისთვის, რომ ამ პროდუქტების დარიგება მომხდარიყო თითოეულ ოჯახში მიტანით, ასევე ხანდაზმული მოხუცები, ვინც რისკ ჯგუფშია, საკვების მიტანა მათთვის სახლში უფასო სასადილოებიდან და რა ვიცი, ამ ყველაფრისთვის მინდა ადამიანურად უბრალოდ მადლობა გითხრათ. მადლობა, რასაც აკეთებთ. დარწმუნებული ვარ 2021 წელი იქნება უკეთესი და ჩვენ ყველა ერთად დავინახავთ ჩვენი შრომის და ძალისხმევის შედეგს მადლიერი მოქალაქეების ღიმილში, ქალაქის სილამაზეში, ქუჩებში, სადაც ადამიანები პირბადეების გარეშე დადიან, ცხოვრობენ უყვართ და უხარიათ. მინდა წინასწარ მოგილოცოთ დამდეგი შობა ახალი წელი და გისურვოთ პირველ რიგში ჯანმრთელობა, რომელიც კიდევ უფრო დავაფასეთ, ვიდრე აქამდე. მინდა გისურვოთ კეთილდღეობა და გაძლიერება ყველას, რომელიც განსაკუთრებით ახლა ჭირდება ჩვენს ქვეყანას. ბედნიერება და ღიმილი, რადგან ამის გარეშე არაფერს არ აქვს ფასი და ღიმილის და ბედნიერების გარეშე ცხოვრება შეუძლებელია, რაც არ უნდა რთული ბარიერების გადალახვა გვიწევდეს და რაც არ უნდა სირთულეები გვხვდებოდეს ცხოვრებაში. მინდა შემდეგ თემას შევეხო. ეხება ასევე რეკრეაციულ სივრცეებს. 2021 წლის ბიუჯეტში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს საბურთალოს რაიონის გამგეობას, ეს არის ბუკიას ბაღის სრული რეაბილიტაცია და განახლება. არსებული მდგომარეობა, რაც გვაქვს ამ ბაღში, ძალიან მძიმეა, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და ძალიან მიხარია, რომ მოხდება ამ სივრცის მოწესრიგება. აღნიშნული ტერიტორია მოიცავს სივრცეებს, რომელიც სამწუხაროდ კერძო საკუთრებაშია. ეს მაშინდელი გასხვისებული თემებია, როდესაც სხვა გადმოსახედიდან უყურებდნენ ჩვენს ქალაქს. სამწუხაროდ იცით უამრავი ფაქტი, როდესაც ხდებოდა სკვერების, პარკების გასხვისება და შემდეგ სხვადასხვა მიზნით მათი გამოყენება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ამ სივრცეების წამოღება ისევ მუნიციპალიტეტში და შემდეგ ერთიანი გეგმით, ერთიანი ხედვით მოხდეს ამ სივრცის მოწესრიგება, განახლება. დღეს თუ არ ვცდები, შემოღობილია ეს კონკრეტული ტერიტორია და ეს უნდა იყოს სივრცე, სადაც ყველა ადამიანს ექნება შესაძლებლობა დაისვენოს
გაერთოს, განიმუხტოს, იმიტომ დღეს ყველაზე მეტად ჩვენს ქალაქს ჭირდება მწვანე სივრცეების არსებობა. შესაბამისად, ამ ბაღის რეაბილიტაცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და დაეხმარეთ გამგეობას იმისთვის, რომ მოხდეს დროულად გამოსყიდვა ამ კონკრეტული ობიექტების, რაც არის ამ ბაღში განთავსებული. მინდა შემდეგ თემას შევეხო, რომელიც გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე დღის წინ იქნა მიღებული წყებათა შორის საკოორდინაციო საბჭოზე. ესე იგი, რადგან ტაქსის მძღოლები ცალკე რის ჯგუფებად განისაზღვრა, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მათ მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილთან უწევთ კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს და გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ისინი დაექვემდებარებიან სწრაფი ანტიგენით ტესტირებას. დაახლოებით 18,000 ტაქსის მძღოლს SMS-ის სახით მიიღებს შეტყობინებას, თუ სად შეეძლებათ PCR ტესტების ჩატარება, რა თქმა უნდა, ტესტირება მათთვის იქნება უფასო ყოველგვარი გადასახადების გარეშე, ასე რომ მნიშვნელოვანია ყველანაირად დაზღვეული ვიყოთ, თვითონაც დაზღვეული იყვნენ ტაქსის მძღოლები და ასევე ის კონკრეტული ადამიანები, ვინც ტაქსის სერვისით სარგებლობს. მინდა შემდეგ თემას შევეხო. ჩვენ გლდანში დავამთავრეთ ვეკუა ხიზანიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც ხარვეზებით წარიმართა, ამასთან დაკავშირებით შიდა აუდიტმა გარკვეული მოკვლევები ჩაატარა, თქვენ იცით, რომ წინამთავრობის თემაზე ვისაუბრე ამასთან დაკავშირებით. იკვეთება სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და ამასთან მიმართებით უკვე გენერალურ პროკურატურაში, მთავარ პროკურატურაში გადაგზავნილი იქნა დოკუმენტაცია შემდეგი მოკვლევის მიზნით. გარდა ამისა, გამოიკვეთა მეორე სავარაუდო დანაშაული, ის ძველი მილები, რომელიც იყო მიწაში განთავსებული და რომლის ამოღება მოხდა, დასაწყობებული იყო და ეს მილები აღარ არის, მოიპარეს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს იყო მუნიციპალიტეტის საკუთრება, აქ საუბარი არის 500 ტონა თბოქსელის ლითონის მილების დატაცების ფაქტზე, მინიმუმ 200,000 ლარი აქვს ზარალი მუნიციპალიტეტს, შესაბამისად, ამ საქმესთან დაკავშირებით აუცილებლად უკვე მოკვლევა დამთავრებული აქვს აუდიტის სამსახურს და მთავარ პროკურატურას გადაეცემა საქმე, რომ ვინმეს რო არ ეგონოს, რომ აქ რაღაცეების გატარება ვიღაცა შეუძლია. ყველა აგებს პასუხს, ვინც დამნაშავეა და ვინც გარეულია ამ დანაშაულში, ამ სავარაუდო დანაშაულში, რომელიც გამოიკვეთება ძალიან მალე. მინდა ასევე ინფორმაცია მოგაწოდოთ, თქვენ იცით, რომ ქალაქში მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ჩვენ არ გავჩერებულად ერთი დღითაც, ყველა მიმართულებით, სადაც დაწყებული ქონდა პროექტების განხორციელება ჩვეულებრივ რეჟიმში, პანდემიის პირობებში, COVID პირობებში ჩვეულებრივად მიმდინარეობდა სამუშაოები და კომპანიებს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ამ ყველაფრისთვის, მათ თითოეულ თანამშრომლებს ასევე, რა თქმა უნდა. იმის გათვალისწინებით, რომ ახალი წელი მოდის და იცით, რომ გარკვეული შეზღუდვები არის დაწესებული, რომლის ფარგლებში ასევე რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა, ამიტომ სამუშაოები შეჩერდება, ხვალ შეჩერდება სამუშაოები, იმიტომ ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა წავიდნენ თავიანთ ქალაქებში, რაიონებში, სოფლებში და განახლება სამუშაოების მოხდება 8 იანვრიდან, 2021 წლის 8 იანვრიდან ჩვეულებრივ რეჟიმში ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდება, სამუშაოების განხორციელება ჩვეულებრივად გაგრძელდება. ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა, ეხლა შეგვიძლია უკვე გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე. მადლობა.